სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელმა საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვარზე საბაჟო პუნქტის შესაძლო გახსნის თაობაზე განაცხადა. მურად ცხოვრებოვის თქმით, რაზდახანის გამარტივებული გამშვები პუნქტის ადგილას ეგრეთ წოდებული ლენინგორის რაიონში შეიძლება ეგრეთ წოდებული საბაჟო გამშვები პუნქტი გაიხსნას. დღეს მდგომარეობით რაზდახანს მხოლოდ რუსი მესაზღვრეები აკონტროლებენ. აგვისტოში ჩვენს კოლეგებთან ერთად შევამოწმეთ თუ როგორ მუშაობს გამშვები პუნქტი. შევამოწმეთ თუ რა რაოდენობის საქონელი შემოაქვთ, ყველა ავტომობილი, ყველა მონაცემი ჩავიწერეთ და მთავრობას გადავეცით. განაცხადა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელმა. მურად ცხოვრებოვის თქმით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული მთავრობისგან უკვე მიიღო წინადადება საბაჟო პუნქტის გახსნის თაობაზე, თუმცა ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებზე ჯერ არაფერია ცნობილი. ეგრეთ წოდებული საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელის განმარტებით, საბაჟო პუნქტის გახსნის შემთხვევაში საქონლის შემოტანის გადასახადი და სანიტარული ნორმები დაწესდება. ექსპერტ ირაკლის ქითიშვილს მიაჩნია, რომ ამ ნაბიჯით ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას სურს მიანიჭოს სახელმწიფოებრივი ელემენტი. სქითიშვილის განმარტებით ეს ქმედება იმიტომ გახდა აუცილებელი, რადგან ეგრეთ წოდებული ოსეთის ხელისუფლებას შემოაკლდა რუსეთიდან ფინანსური დახმარება. ახალგორის რაიონი არის ყველაზე დიდი რაიონი ცხინვალის რეგიონში, რომელიც დასახლებულია ქართულენოვანი მოსახლეობით და შესაბამისად მოძრაობა ცხინვალის რეგიონიდან დანარჩენ საქართველოში ახალგორის მოსახლეობა ხლომეთს ახდენს. ამ ბუტაფორიას უნდათ მიანიჭონ სახელმწიფოებრივი ელემენტი, რაც არის საბაჟო და მეორეს მხრივ ეს არის როგორც წესი ფულის აკეთებელი მანქანა და იმ პირობებში, როდესაც რუსეთიდან შემოაგდათ უკვე ფინანსური ნაკადები, იმის გამო რომ ფინანსური კრიზისია თავად რუსეთში, ისინი ცდილობენ მონახონ გარკვეული გამოსავალი იმისათვის, რომ ფული შეუვიდეთ პირველ რიგში მათ ჯიბეებში და რა თქმა უნდა საბაჟო როგორც ასეთი საუკეთესო ფულისაჭრელი მანქანა ისეთი სისტემებისთვის როგორიც არის რუსეთი და რუსეთთან დაახლოებული და რუსეთის სისტემის მქონე წარმონაქმნებისთვის. იგივე ხდება თქვათ აფხაზეთში, იგივე ხდება ცხინვალის რეგიონში. ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ ეს უკანონო ნაბიჯია და პროგრესს ვერ მიაღწევს. რაც შეეხება ინფორმაციას საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარზე ეგრეთ წოდებულ საბაჟო პუნქტის შესაძლო გახსნის თაობაზე ახალგორის მიმართულებით, ეს უკანონო ქმედებაა. საქართველოში მოქმედებს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ამ კანონის შესაბამისად ეგრეთ წოდებული ორმხრივი საბაჟოს განლაგება მიუღებელია.